როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? რას ამბობს ლუის ენრიკე ქართველზე? რამდენმა ფეხბურთელმა შეძლო ისტორიაში 2 ქვეყნის ჩემპიონობა ერთ სეზონში, 9 წითელი ქართულ კლასიკოში და ლევან ჩოხელის ჩემპიონობა. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენთან ერთად მეორე ტიტული მოიგო. პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის მოგების შემდეგ გამარჯვება საფრანგეთის თასის გათამაშებაშიც იზეიმა. ფინალში პარი სენ-ჟერმენმა რეიმსი 3-0 დაამარცხა. მაგრამ სამწუხაროდ ხვიჩა კვარაცხელიამ ეს ფინალი თავის ტკივილის გამო გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ქართველი ძირითად 11-ულში იყო, თუმცა ფრანგული მედიის ინფორმაციით ქართველი თავს იმდენად ცუდად გრძნობდა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ სტადიონი დატოვა და სახლში წავიდა. შესაბამისად, კვარაცხელი არც დაჯილდოების ცერემონიალს დასწრებია. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა თავს კარგად გრძნობდა. ამ ყველაფერმა კი გულშემატკივრებში გაურკვევლობა გამოიწვია. გაუგებარი იყო თუ რატომ არ ჩაუტარდა ქართველს შესაბამისი გამოკვლევები და თუ თავს კარგად გრძნობდა, რატომ არ იყო დაჯილდოების ცერემონიაზე. ეს კითხვები შესაძლოა ლოგიკურია, თუმცა რაც მთავარია, კვარა თავს კარგად გრძნობს და ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალისთვის მზად იქნება. ამაზე ლუის ენრიკემაც ისაუბრა. კვარასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. არაფერია მნიშვნელოვანი. მომავალი შაბათისთვის არაფერია სანერვიულო. გახურების შემდეგ ის თავს კარგად არ გრძნობდა. გადავწყვიტეთ, რისკზე არ წავსულიყავით და შინ წასვლის ნება დავხდეთ. სამშაბათის ვარჯიშზე იქნება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ეს დიდი გამარჯვება. ჩვენ ამისთვის საუკეთესოდ მოვემზადეთ. თამაში ძალიან კარგი, ინტენსიური გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტვის კი საუკეთესოდ მოვემზადეთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიის დაწერა გვსურს. ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ და ტიტულების მოგება გვსურს. ეს ფინალი ყოველთვის განსაკუთრებული მომენტია. დიდ ზეწოლასთან გამკლავება მოგვიწევს, მაგრამ მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ადვილი არ არის ყველაფრის მართვა, რაც გუნდის გარშემოა. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ გვაქვს გამოცდილება და ვცდილობთ ზუსტად ვიცოდეთ, რა გვინდა გავაკეთოთ მინდორზე. ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ვიზეიმებთ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ქვეყნის თასი ისტორიაში მე-15-ად მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ კვარაცხელიას გუნდის ეს გამარჯვება გიორგი მიქაუტაძის ლიონსაც დაეხმარა. შეგახსენებთ, რომ ლიონმა ლიგა 1-ის ეს სეზონი მე-6 ადგილზე დაამთავრა და კონფერენს ლიგაში მოხვდა. თასის ფინალში პარი სენ-ჟერმენის გამარჯვების შემდეგ კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს. ასე რომ გიორგის მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზეც ვიხილავთ. კვარაცხელიას კი ჯანმრთელობა ვუსურვოთ, რომ 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთი დიდი ისტორია დაწეროს. აქვე მოკლედ გეტყვით, რომ ხვიჩას ყოფილმა კლუბმა ნაპოლიმ ისტორიაში მე-4 სკუდეტო მოიგო, რაშიც თავის წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ იან რომდე შეიტანა. ამ სეზონში ქართველმა ნაპოლის რიგებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე პასი დააგროვა. მაგრამ შეცვლილი წესების მიხედვით იტალიის ორგზის ჩემპიონობა ოფიციალურად არ ჩაითვლება და ვერც საჩემპიონო მედალს მიიღებს. კვარას ტიტული იტალიურ მედიაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა და ეს გასაკვირიც არაა, რადგან სუბიექტურობას რომ თავი გავანებოთ, ერთ სეზონში 2 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონობა მხოლოდ 5 ფეხბურთელმა შეძლო. დევიდ ბეკჰემმა, დენიელ ამარტიმ, კინგსლი კომანმა, ალვარო ოდრიოსოვამ და ჟოაუ კანსელომ. ნამდვილად დასანანია, რომ ოფიციალურად ქართველი ამ სიაში ვერ მოხვდა, თუმცა არაოფიციალურად ყველაფერი კარგად ვიცით. ახლა კი გეტყვით, რომ ოთარ კიტეიშვილი გრასის შტურმთან ერთად ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ქართველებმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე სანდრო ალთუნაშვილის ვოლცბურგთან ფრედ 1-1 ითამაშეს და ტიტული შეინარჩუნეს. ეს შეხვედრა კიტეიშვილმა შეუცვლელად ჩაატარა. ალთუნაშვილმა კი 75 წუთამდე ითამაშა. ბოლო 2 სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშემ შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. ემოციების გადმოცემა მიჭირს. სეზონი საკმაოდ გრძელი და რთული გამოვიდა. ისევე როგორც ეს ბოლო თამაში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეტოქემ გაგვიტანა. როგორც გუნდმა ფანტასტიკური სამუშაო ჩავატარეთ. ეს გუნდიც და მისი გულშემატკივრებიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო სეზონი ბევრი აღმაფრენითა და დაცემით. როდესაც გამარჯვებას მძიმე სეზონის შემდეგ ზეიმობ, ემოციები კიდევ უფრო სასიამოვნოა. ამ საღამოს ბევრი გეგმა გვაქვს. შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა გრაცის შტურმის მაისურით მე-7 სეზონი ჩაატარა. ამ დროში კი ორჯერ ავსტრიის ჩემპიონობა და ერთხელ ავსტრიის თასის მოგება იზეიმა. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლო 2 სეზონში ის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგი მამარდაშვილმა კი ვალენსიაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ქართლის გუნდის ბეტისთან დაპირისპირება ფრედ 1-1 დამთავრდა.
გიორგი ვალენსიური კარიერის ბოლო შეხვედრაშიც ტრადიციულად ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წელს დინამო თბილისიდან შეუერთდა და ამ პერიოდში 134 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ტიტული ვერ მოიგო. ახლა კი ქართველი მეკარე ახალი ისტორიის დაწერას იწყებს. მამარდაშვილმა ლივერპულის კარი უნდა დაიცვას. ქართული კლასიკო და 9 წითელი ბარათი. კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და 2-0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისი თორნიკე მორჩილაძის გოლით მერვე წუთზე დაწინაურდა. მეორე ტაიმში კი ლეო ასუნსეომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, მაგრამ ყველაფერი აქ არ დამთავრებულა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიწყება. ფელიპე პირესი თორნიკე მორჩილაძეს დაუპირისპირდა და ეს ეპიზოდი მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც 9 ფეხბურთელის გაძევება მოჰყვა. დინამო თბილისიდან 5 ფეხბურთელი გააძევეს, ტორპედოდან კი 4 ლეგიონერი. დინამო თბილისს 29 ქულა დაუგროვდა და ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზე გადავიდა. მათი მომდევნო მეტოქე გორის დილა იქნება, ხოლო ტორპედო 27 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში საგარეჯოს გარეს მასპინძლობს. ქართული მებრძოლი ლევან ჩოხელი კი გერმანული ორგანიზაცია PFS-ის ქამრის მფლობელი გახდა. ლევანის მეტოქე სატიტულო ჩხუბზე ბრაზილიელი ალექსანდრე გონსალვეში იყო, რომელსაც ქართველმა სპორტსმენმა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოუგო. ეს ლევანის მე-14 გამარჯვება იყო და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ გამარჯვებით ლევანს UFC-ში მოხვედრა გაუმარტივდება. დიდი ალბათობით ქართულ მებრძოლს მსოფლიოს ყველაზე დიდ ორგანიზაციაში მალე ვიხილავთ. მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს არგენტინა 6-1 გაანადგურა. გრუპური ეტაპის პირველ ტურში კი საქართველოს ნაკრებმა გაერთიანებული საამიროების ნაკრები 2-0 დაამარცხა. ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ კი ჩვენმა ფეხბურთელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინახეს. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 მაისს თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე გაიმართება. თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია კი ვენეციასთან 82-89 დამარცხდა. ქართველი ძირითად ხუთეულში არ იყო. მოედანზე გატარებულ 22 წუთში კი 18 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე შენგელიას თავში მეტოქის ხელი მოხვდა და მოედინის დატოვება იძულებით მოუხდა. თორნიკეს ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა უცნობია, თუმცა იმედია, რომ ამ დაპირისპირების მომდევნო შეხვედრაში 25 მაისს თამას შეძლებს და გუნდს იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარება. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი როლან გაროსის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ქართულმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და პირველ რაუნდში პორტუგალიელ ენრიკე როშას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი და როშა ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. პირველ შეხვედრაში პორტუგალიელმა 3 სეტში მოიგო. ქართული რევანშის აღებას 25 მაისს 13 საათიდან შეეცდება. ბოლოს, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.